ირაკლი ალასანია ბაჩუ-ახალაიას გადადგომას და ზუგდიდში ახალაიების სახლთან მომხდარ ინციდენტს აფასებს. ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილი მინისტრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. ალასანიას განცხადებით ბაჩუ-ახალაიასთან ერთად ჩადენილი დანაშაულების გამო ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა და დათა ახალაიას უნდა დაისაჯონ. ზუგდიდში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით კი ალასანიამ განაცხადა, რომ გმობს თავისუფალ მედიაზე ძალადობას. მისი განცხადებით მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას და ყველა ის პირი დაისაჯოს, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობდნენ. გადადგომა არაფერს არ ნიშნავს. მან უნდა ააგოს სისხლის სამართლის სრული პასუხისმგებლობით იმ დანაშაულებებზე, რაც ჩადენილი იყო, რაც ჩვენ ყველა ვნახეთ პენიტენციალურ სისტემაში, მაგრამ ეს არა მხოლოდ ბაჩუ-ახალაიას ეხება, ეს ეხება პირდაპირ ზურაბ ადეიშვილს, პროკურორს, რომელიც ასევე დამნაშავეა, იმიტომ რომ მისი უწყება არის ზედამხედველი ამ უწყებებში, თუ რა მდგომარეობა იქნება, ასევე ეს ეხება მეგის ქარდავას და ეს ეხება თავად დათა ახალაიასაც, რომლებმაც დახვეწეს ეს და სრულყვეს სისტემა ადამიანების წამების. ეს არის მართლაც ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს ესე არაადამიანურად ეპყრობა ერთ-ერთი კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. მე ვთვლი, რომ ეს ფაქტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. მე მოვითხოვ, რომ სრული გამოძიება ჩატარდეს.